ჩვენ ნახეთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გახდა ძალიან ძლიერი. და უკვე დაგვიანებული იყო, როდესაც ამერიკას გაახსენდა, რომ ჩინეთში მთელი ჩვენი პროდუქცია ყველაფერი made აი მაგალითად ტრამპის რო ხო აქ მოძრაობა Make America Great Again, გახადი ამერიკა კვლავ დიადი და ქუდები არის, წითელი ქუდები დააწერია. რომ ნახოთ Made in China აწერია, რომ ის ჩინეთში მსაჯდება რა. ხო ხვდებით რა ის არის, რა სიღრმისეულად არის უკვე ჩინეთის ინდუსტრია და ჩინეთი ძალიან განვითარდა განსაკუთრებით დენ ზიაოპინგის რეფორმების შემდეგ ჩინეთი ინარჩუნებს თავის სოციალისტურ ტრადიციას, თუმცა ამავდროულად ის ერგება სოფლიო ბაზარს. დენ ზიაოპინგს ჰქონდა ეს მიმართულება, რომ არსად არ უნდა ვიყოთ ლიდერიო, ჩვენ თავი უნდა ჩამოვწევთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ეგ მოგვიტან შედეგსო და საბოლოო ჯამში მაოს რევოლუციამ, რომელიც იყო სახალხო რევოლუცია, იაპონიის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც ნაციონალისტები ნაკლებად იბრძოდნენ, ვიდრე მაგალითად კომუნისტებმა მოიგეს სამოქალაქო ომიც და იაპონიაც განაც გაათავისუფლეს ჩინური ქალაქები და შემდეგ დენ ზიაოპინის დაშენებული რეფორმები. თან საინტერესოა დენ ზიაოპინი 4ჯერ ასე ვთქვათ გააციმბირა, გააციმბირი არ არის, მაგრამ გააციმბირა მაო, მაგრამ ერთ ცუდ სიტყვას არასოდეს არ ამბობდა მაოზე, იმიტომ რომ მან თქვა, რომ როდესაც ხრუშჩოვმა ასე ვთქვათ აკრიტიკა სტალინი, მან ასე ვთქვათ გამოაცალა საბჭოთა კავშირსო დედაბოძიო, რამაც შემდეგ გამოიწვია რღვევა. ამავდროულად ისინი ძალიან კარგად სწავლობდნენ იმას, თუ რამ დაშალას ეს რეკო, რომ იგივე არ გამეორებოდა ჩინეთსაც. ჩინეთის ეკონომიკური სასწაული, ასე ვთქვათ, ამერიკასთან ღრმა ურთიერთობა, იმიტომ რომ თითქმის ყველა მთელი ამერიკული პროდუქცია იწარმოებოდა ჩინეთში. და ჩინეთი იყო მსოფლიო ქარხანა. და ამასთან ერთად დაავიწყეს, რომ ჩინელებს შეეძლოთ ცოდნის დაგროვება წარმოებიდან ერთად, იაფასიანი ნივთების წარმოებიდან ჩინეთი გახდა უკვე მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო. 2016 წლისთვის უკვე ამერიკაში ნეოკონსერვატორებს ჰქონდათ შიში, რომ Pax Americanas ეს 30 წლიანი ასე ვთქვათ უნიპოლარული მომენტი, სადაც ერთი სუპერძვალა იყო, ცისრიგის დაშლის შემდეგ. ბოლოს უახლოვდებოდა. მე არ ვამბობ, რომ მაგალითად მულტიპოლარული მსოფლიო, რომელიც ნელ-ნელა წამოდის ჩინეთის გამოსვლით, ეს არის უკეთესი. ეს არის გადასარევი, მაგრამ ეს არის უკეთესი, მაგრამ ბევრი არჩევანი აქვს პატარა სახელმწიფოებს.